კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა. მშვიდობისა, თქვენ უსმენთ რადიო იმედს ტალღაზე 105.9. ეს არის გადაცემა შუა კვირა, რომელსაც ახალი, ამ სეზონიდან გავუძღვები მხოლოდ მე. თეონა გეგელია სამწუხაროდ დიანა ამ სეზონში გამოგვაკლდა, თუმცა გადაცემის ფორმატი შეიცვლება უმნიშვნელოდ და მას ეყოლება ერთი წამყვანი, როგორც გითხარით და იმავდროულად გადაცემა გახდა ინტერაქტიული, თქვენ შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დაგვირეკოთ და შეკითხვები დაუსვათ სტუმარს. სხვა მხრივ ყველაფერი არის ძველებურად. ყოველ 4 შაბათს საღამოს 7 საათზე თქვენ ტრადიციულად მოусმენთ გადაცემის ავტორის ჩემი და სტუმრების მოსაზრებებს კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე. რთველი ახალი პოლიტიკური და საინფორმაციო სეზონის მთავარი თემაა დღეს და ბოლო გუშინაც, ასე ვთქვათ, მთავარ თემებს წამოეწია საკონსტიტუციო სასამართლოს და ზოგადად სასამართლოს თემა გიგი უგულავასთან დაკავშირებულ საქმეზე, მაგრამ ეს იქნება ალბათ მომავალი კვირის მთავარი თემა, ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ რთველის შესახებ. კახეთში გლეხები სახელმწიფოს ყურძნის ჩაბარების ფასის გაზრდას თხოვენ, ყურძნის სუბსიდირება და ზოგადად სოფლის მეურნეობის სუბსიდირების და ამ დარგში მთავრობის პოლიტიკის შესახებ ვილაპარაკებთ სტუმართან, რომელიც შევარჩიეთ საინფორმაციო საშუალებებში წამყვანი ტენდენციის საპირისპიროდ და ეს არ იქნება პოლიტიკოსი, არამედ დარგის სპეციალისტი, მკვლევარი, რატი კოჭლამაზაშვილი, ისეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მკვლევარია. ის არის დღეს ჩვენი სტუმარი. საღამო მშვიდობისა. მშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მსმენელს. მე შევახსენებ მსმენელს, რომ შეუძლია დაგვირეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88, 292 11 99. ჩვენი გადაცემის თემა არის პოლიტიკური რთველი. მე პირველი კითხვით რა თქმა უნდა სტუმარს მივმართავ, თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ გადაცემის მსვლელობის დროს და ჩვენ შევეცდებით რომ თქვენ შეკითხვებსაც უპასუხოთ. ხანძარი, რომელიც გაჩნდა ამ რთველის სახით სექტემბერში, ამ შემოდგომაზე. ეს არის მოქმედი მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი, თუ პრობლემას აქვს გაცილებით ღრმა ფესვები და სად და რაშია ამ პრობლემის მთავარი წყარო? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. მოდი გავყვეთ მოვლენებს, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, საიდან დაიწყო და სად მივედით. და მე გავსაჯოთ. ბატონო, გვაქვს დრო, ამიტომ ჯობია სურათი კარგად წარმოიდგინოს მსმენელს. წარმოვიდგინოთ, კი ბატონო. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ის მოლოდინები და განცხადებები, რომელიც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში რთველთან დაკავშირებით და ის სუბსიდიები, რაც თქვათ ამჟამინდელმა მთავრობამ გასცა და მისცა ფერმერებს იგივე გასულ წელს, როდესაც და გასული 2 წლის განმავლობაში სუბსიდირებული იყო ყურძენი, წელსაც იგივეა, პატარა მცირე განსხვავებაა წელს, რომ პირდაპირ ფერმერებს მიეცემა ეს დამატებითი ფასი ყურძენზე, კილოგრამ ყურძენზე, ხოლო წინა წლებში ეს იყო თვითონ კომპანიებსა და ფერმერებს შორის ნაწილდებოდა. კი ბატონო, კომპანიები, ვინც იბარებს, გადამამუშავებელ კომპანიები, ღვინის კომპანიები. მე ვიტყოდი, რომ შარშან, როდესაც მოხდა სუბსიდირება, ეს არ იყო მაინც და მაინც სწორი პოლიტიკა, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო სუბსიდირებას ახდენს პირველ რიგში და სახელმწიფო ერევა ეკონომიკაში, საბაზრო ეკონომიკაში, მაშინ, როდესაც გვაქვს საბაზრო ჩავარდნა, როგორც ამას ეძახიან, მაშინ, როდესაც ბაზარი თვითონ ვერ არეგულირებს ფასებს, ამიტომ სახელმწიფო გამოდის როგორც მარეგულირებელი და ერევა ვთქვათ ამ ფასებში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის სუბსიდია. შარშან იყო სხვა მოვლენებიც, რომელმაც ფასს, ასე ვთქვათ, ბიძგი მისცა და გაიზარდა. ეს იყო რუსეთის ბაზრის დაბრუნება, რომელიც 2013 წელს დაბრუნდა და ექსპორტი ძალიან მზარდი იყო ამ ბაზარზე. ასევე იყო შარშანდელი მოსავალი შედარებით ნაკლები
ამ ორმა ფაქტორმა ძალიან მარტივი ეკონომიკური მოთხოვნის თეორიის მიხედვით ფასი გაზარდა და ჩემი აზრით არ იყო საჭირო კიდევ დამატებითი სუბსიდიის მიცემა, რამაც ასე ვთქვათ ორმაგად არასწორი სიგნალი მისცა ფერმერს, რომელიც ამ დარგში საქმიანობს. მოლოდინი გაიზარდა. კი ბატონო, მოლოდინი შეიქმნა, რომ სულ ასე იქნებოდა და იყო ასევე გაჟღერებული, რომ ერთ ლარზე ქვემოთ არ იქნება ჩამოსული ბურზნის ფასი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა შექმნა ეს მოლოდინები და მივიღეთ ის, რომ როდესაც დღეს რეალურად გვაქვს საბაზრო ჩავარდნა ბურზნის ბაზარზე, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში უკვე არის თუნდაც იგივე გამოსვლები, პროტესტი, რასაც სამწუხაროდ დღეს ხდება. და პოლიტიზირებულიც არის, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ეს უკვე ძალიან პოლიტიზირებულია და ძნელია რომ ამას უკვე ასე ვთქვათ ანალიზი გავუკეთოთ. ჩვენ რა თქმა უნდა ეკონომიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, თვითონ ფერმერი რა მოდი გავყოთ ასე, თუ სად დაუშვა შეცდომა ფერმერმა, თქვათ იგივე ღვინის გადამამუშავებელმა და რა შეცდომები იქნა დაშვებული თავის ხო, აი ასე ჯობია ალბათ ვილაპარაკოთ. ძალიან მარტივად რომ თქვათ ამ ისტორიას და ზოგადად ამ კონკრეტულ ფაქტს ეხლა რაც ხდება. ამას ყავს ასე ვთქვათ კეთილი და ბოროტი გმირები თუ არა? ყველა არ შეიძლება ხო? ყველა მხარე ან ერთად არის დამნაშავე, ან პირიქით არავინ არ აშავებს, გამორიცხულია, ხო? ანუ ვინ არიან ამ ასე ვთქვათ აი ეს ფიგურანტები ამ პრობლემაში, ვინ უფრო მეც აშავებს და ვინ რა როლს თამაშობს ზოგადად? კი ბატონო, შევეცდები რომ გაგცეთ პასუხი. დაშავება ძალიან ძნელი თემაა, რომ ასე ვთქვათ განვიხილოთ, მაგრამ მე ვიტყვი თქვათ რა შეცდომები იქნა დაშვებული. ამ სფეროში ასე ვთქვათ გავყავთ ისევ და ისევ ფერმერად, რომელსაც მოყავს ყურძენი, 90% ცნობისაც 90% იწარმოება მცირე ფერმერების მიერ, რომელსაც დაახლოებით 1 ჰექტარი ვენახი აქვს. და არიან ღვინის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აკეთებენ ღვინოს და გააქვთ ძირითადად ექსპორტზე და არის მთავრობა, სახელმწიფო, რომელიც თავი ფუნქცია რო შექმნას ისეთი გარემო, ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ ჯანსაღი ეკონომიკური გარემო, რა თქმა უნდა. ფერმერი, რომელიცაც ასე ვთქვათ მოლოდინი შეექმნა, რომ იქნებოდა მაღალი ფასი ყოველწლიურად ყურძენზე, ნაკლებად იფიქრა იმაზე, რომ დაეზღვია ვთქვათ რისკები, იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობაა, შეიძლება ხვალ მოვიდეს იგივე სეტყვა და საერთოდ ძალიან არის მიბმული ბუნებრივ პირობებზე. კი ბატონო, ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, იგივე ფერმერებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს ხდება წელიწადში ასეთ შემთხვევები იგივე ყვარლის რაიონი დაზარალდა ყველაზე ძალიან. ის რომ ისინი არ მოემზადნენ და ეს რაციონალურად არ გათვლეს, ეს არის მათი შეცდომა. ნაკლებად მოემზადნენ ისინი, ამას რა თქმა უნდა უფრო მეტი ინფორმირებულება ჭირდებოდა ალბათ იგივე ის რომ ბუნებრივ პირობებზე არიან დამოკიდებული, მე მგონი ამ ხრივ ინფორმირება არ ჭირდებათ, ეს და იცოდნენ. კი ბატონო, ეს კი, მაგრამ თვითონ ბაზარიც რომ ასე ვთქვათ რუსეთი, რომელიც გაიხსნა ვიცით რომ არაპროგნოზირებადია, ხო? ბაზარია კი. არაპროგნოზირებადი ბაზარია, რუსეთის ბაზარს სხვადასხვა საფრთხეები აქვს, ეს იყო და გაჟღერდა რომ შეიძლება დაწესდეს, ასე ვთქვათ, გადასახადი, ანუ თავისუფალი ვაჭრობა შეიძლება შეგვიზღუდოს რუსეთმა. ეს არასტაბილური ბაზარი კი. მეორე არის რომ საერთოდ გადაგვიკეთოს ასეთი შემთხვევაც შეიძლება მოხდეს და ამიტომ ძალიან არაპროგნოზირებადი იყო და უკეთესი იქნებოდა რომ თქვათ მათ ეფიქრათ უფრო მეტი ამ მიმართულებით რომ როგორ მომხდარიყო ამის დაზღვევა. ქარხნები? რაც შეეხება ქარხნებს, მე ვიტყოდი რომ უფრო მეტად უნდა ეზრუნათ ბაზრების დივერსიფიკაციაზე. დამოკიდებულები ვართ ისევ და ისევ რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე. სადაც 90%-ზე მეტი ზოგადად დსთ-ის ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული. კარგი, უკრაინაში რა მდგომარეობაა და რუსეთი როგორი ბაზარი? შორის რუსეთსა და უკრაინაზე ძირითადად. ამიტომ მე ვიტყოდი რომ ღვინის კომპანიებმა უნდა იზრუნონ ბაზრების დივერსიფიკაციაზე
კი, კარგია რომ გაიხსნა ბაზარი და მათ საშუალება აქვს რომ გაიტანონ, მაგრამ მათაც იგივე ისინიც იგივე პრობლემის წინაშე დგანან, რაც თქვათ ფერმერები და მათაც უნდა იფიქრონ რომ ეს ბაზარი არის არაპროგნოზირებადი და რისკები უნდა გათვალონ რისკები რა თქმა უნდა უკეთესად უნდა გათვალონ და ის რომ დღეს მათ დიდი მარაგები აქვს რა თქმა უნდა ნელია რომ იქნას თქვათ რეალიზებული იგივე ამ ბაზრებზე სახელმწიფოს შეცდომებზე ვილაპარაკოთ რეკლამის შემდეგ ეხლა რეკლამაა ეთერში და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა ეს არის გადაცემა შუა კვირა ჩვენ ვლაპარაკობთ რთველის შესახებ და არა მხოლოდ რთველზე ვილაპარაკებთ, უნებრივია ყურძნის პოლიტიკა ეს იყო მთავარი საბაბი, ასე ვთქვათ, ამ გადაცემის მომზადებისთვის, მაგრამ მალე დავამთავრებთ ყურძნზე ლაპარაკს და განვიხილავთ ამ პრობლემას ასევე ზოგადად მთავრობის აგრარული პოლიტიკის ფარგლებში. რატი კოჭლამაზაშვილი არის ეკონომისტი, არის ჩვენი სტუმარი. ჩვენ რეკლამამდე ვლაპარაკობდით ხარეების შეცდომებზე. ამ ასე ვთქვათ პრობლემაში, ასე ვთქვათ, ამ პრობლემის მონაწილე მხარეების შეცდომებზე და მივადექით სახელმწიფოს. რა შეცდომებს უშვებს სახელმწიფო ამ პროცესში? კი ბატონო, გავაგრძელოთ საუბარი. სახელმწიფომ როგორც თავიდან ვახსენე, არასწორი ასე ვთქვათ, სიგნალები გაუშვა იგივე ფერმერებთან, თუნდაც ღვინის წარმოებლებთან. ასე ვიტყოდი რომ გადაჭარბებული იყო იმ ეტაპზე, როდესაც გადაჭარბებული მოლოდინები გაუჩინა. კი ბატონო, გადაჭარბებული იყო მოლოდინები და მოხდა ვთქვათ სუბსიდირება იგივე გასულ წელს. მე ვფიქრობ რომ არ იყო იმ დოზით საჭირო, იმდენად რამდენადაც რუსეთის ბაზარი იყო ასე ვთქვათ დაბრუნებული და საკმაოდ მძლავრი იმისათვის რომ ქართული ექსპორტი ღვინო ამ შემთხვევაში მიეღო. ასევე ყურძენი იყო შედარებით ნაკლები რაოდენობით იწარმოა გასულ წელს და ფასი ისედაც მაღალი იყო. ამიტომ არ იყო საჭირო ამ მთლიანად იყო საჭირო ამ სუბსიდირებაზე უარის თქმა თუ უბრალოდ ფასის რაოდენობა არის მაღალი ანუ სახელმწიფოს ამ ხელა ფასი არ უნდა შეეთავაზებინა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში დგება იმის წინაშე რომ მას დაპირებები უნდა რომ შეასრულოს, ანუ სუბსიდირება. ეს ყველა მთავრობის სამწუხაროდ პოლიტიკას ვერ გავექცევით და ანუ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით მე ვიტყოდი რომ არ იქნებოდა ურიგო რომ მეთქვა რომ ფასი ისედაც მაღალია და არ ვაპირებთ რომ ამ ბაზარში ჩავერიოთ ამ შემთხვევაში. კი ბატონო. მაგ შემთხვევაში იქნებოდა ფასი, ასე ვთქვათ, ბაზარი დაარეგულირებდა ფასს, რაც საკმაოდ რეალისტური იყო გასულ წელს. რატი ჩვენ ვლაპარაკობთ მოქმედ მთავრობაზე და ბუნებრივია ეს, იმიტომ რომ ეს მთავრობა 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებაშია და ბუნებრივია რომ მისი საქმიანობის შედეგია დაუშვათ დღეს რაც ხდება. თუმცა, რამდენად სამართლიანია, როდესაც სუბსიდირებაზე ვლაპარაკობთ და ზოგადად პოლიტიკაზე, სოფლის მეურნეობაში სუბსიდირების და განსაკუთრებით კახეთში მევენახეების დაფინანსებაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, რამდენად სამართლიანია, როდესაც მხოლოდ ამ მთავრობას მის ამ მთავრობის შეცდომებზე ხომ არ იყო ეს თითქმის ყველა პოლიტიკური გუნდის შეცდომა, რომელიც იყო ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაში. კი ბატონო, მთავრობა ჩვენ ამ შემთხვევაში სხვადასხვა დოზით, მაგრამ ყველა სუბსიდირებაზე. თუმცა ეს რა თქმა უნდა 2007 წლიდან ყოველ წელს ხდება სუბსიდირება. ნუ რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო სუბსიდირებული თანხის მოცულობა, მაგრამ რატომღაც ნუ სტრატეგიულ დარგად არის ცნობილი მეღვინეობა ზოგადად საქართველოში და ხდებოდა ამის სუბსიდირება. ძალიან კარგია რომ თუ გაქვს ფული, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ერთ-ერთი მოვალეობაა რომ ხელი შეუწყოს, ასე ვთქვათ, სამართლიანობას და ვთქვათ ამ შემთხვევაში კეთილდღეობას მისი მოქალაქეებს და ფერმერებს კი. და ამ შემთხვევაში ვთქვათ ფერმერების სასიკეთო დაკეთებდა ამას, თუმცა მუდმივად სუბსიდირებას ძალიან ცუდი სიგნალები შეუძლია გააგზავნოს ფერმერებისათვის. რაც მე ვიტყოდი რომ კი სახეზე გვაქვს ეს არის რომ ფერმერს мотиваციას უკარგავს რომ იფიქროს საკუთარ განვითარებაზე. იფიქროს რისკებზე, იფიქროს იგივე რისკებზე
და მე ვიტყოდი რომ სუბსიდირება შესაძლოა მომხდარიყო ვთქვათ არა ამ ფორმით, არამედ ისე რისკების უფრო უკეთესი დაზღვევით. კი, დამონტაჟდა მართალია სეთქმისაწინააღმდეგო რაკეტები, თუმცა ეს საკმარისი არ არის, წელსაც ვნახეთ და თქვა მაგალითად ალტერნატიული არის თელსოფლიოში გავრცელებული სეთქმისაწინააღმდეგო ბადეები, რომლებიც ყველაზე უფრო ასე ვთქვათ ეფექტურიც არის და გარემოსთვის უფრო უნებელიც. გასაგებია. მოკლებადიან პერსპექტივაში სათხედავთ გამოსავალს უშუალოდ აი ამ რთველთან დაკავშირებულ პრობლემას. უშუალოდ დღეს მიმდინარე მოვლენებთან პოლიტიკურად ეს ძალიან ისეთი თემა გახდა პოლიტიზირებული, მაღალია ტემპერატურა ამ მხრივ, რა შეუძლია გააკეთოს თქვენი აზრით დარგობრივმა სამინისტრო მაგალითად იმისთვის რომ ეხლა ეს ცეცხლი როგორმე ჩააქროს და შემდეგ ასე ვთქვათ კალაპოტში რაღაც ნორმალურ კალაპოტში ჩასვას პროცესი. კი ბატონო, როგორც თქვი და როგორც ვთქვათ, მთავრობაც ამბობდა ამ შემთხვევაში არ იყო განსაზღვრული სუბსიდირება თუმცა როგორც თქვი სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში არის სწორედ რომ საბაზრო ჩავარდნები თავიდან აიცილოს და შეარბილოს ასე ვთქვათ და დღეს სახეზე გვაქვს სწორედაც ეს რომ საბაზრო ჩავარდნაა და ვფიქრობ რომ სახელმწიფომ ასე ვთქვათ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო რომ ხდება სუბსიდირება რომ შეარბილოს ის ტალღა რაც არის თუმცა ანუ ეს ამოდენობის ამას არ ვთვლი რომ ეს რა თქმა უნდა გაიზარდოს ეს სუბსიდირება ზოგადად როგორც მოგესწრებათ ერთი ჯიბიდან ამოღება და მეორეში ჩადება იმ დარგებს აკლდება რომლებიც მომგებიანია აი ამიტომ ვილაპარაკოთ ეხლა უკვე გაბსდეთ ღირებულება ამის ძალიან მაღალია კი გაბსდეთ ეხლა ყურძენს ამ პერიოდში როდესაც ეს პრობლემა შეიქმნა და ეს კახეთში ასეთი აურზაური იყო ყველა ბევრი ყოველ შემთხვევაში ლაპარაკობდნენ იმაზეც რომ ცოტა უსამართლო დამოკიდებულებაა თუნდაც დასავლელ ფერმერთან და გლეხთან, რომელსაც ასევე აქვს უამრავი პრობლემა, მაგრამ სახელმწიფო მას არაფინანსებს და ასე ვთქვათ იმ დოზით არ უწყობს ხელს როგორც დაუშვათ ტრადიციულ კულტურასთან დაკავშირებით ვენახზე. ძალიან რთული თემაა, სხვათა შორის ძალიან დელიკატური. ჩვენ გვინახავს ისეთი ასე ვთქვათ ძალიან ძიმე კადრები, როდესაც გლეხები იმუქრებოდნენ ვაზის გაჩეხვით, ჩვენ ვიცით ვაზი, ასე ვთქვათ, ამ გლეხისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია და ზოგადად ლამის იდენტობის ნაწილია, თუმცა ესე ვთქვათ, ეს ეკონომიკა თავისით მუშაობს და აქ ასე ვთქვათ, ასეთ ფაქტორებს ნაკლებად ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, ბაზარი და ასე შემდეგ. ამიტომ ვისმენდი ხოლმე ბოლო დროს იმასაც, რომ იქნებ რაღაც კულტურების, ასე ვთქვათ, იქნებ რაღაც კორექტირებასაც მიმართონ კახეთში და რაღაც სხვა კულტურებსაც მიაქციონ მეტი ყურადღება, იმიტომ რომ ვენახი, ასე ვთქვათ, ყურძენი, ყოველ შემთხვევაში არ არის იმხელა მოთხოვნა, რამხელაც, ასე ვთქვათ, იქნება ეს პროდუქტი. ხო? ეს არის რთული თემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მიღწევადია. ყოველ შემთხვევაში, ყველა თუ მეტად დაფიქრდება ამაზე, შეიძლება ეს პრობლემაც გადაწყვიტონ. კარგით, მაშინ ვილაპარაკოთ ზოგადად სოფლის მეურნეობაში მოქმედი მთავრობის პოლიტიკაზე. ეს არის მისთვის არა მხოლოდ დეკლარირებული, არამედ სტატისტიკურად დადასტურებული პრიორიტეტიც, ხო? ჩვენ ოცნება ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს სოფლის მეურნეობას. ხელშეწყობისთვის, მაგრამ ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი ამ მთავრობის მიდგომა არის რაღაც უშედეგო სოციალური პროექტი და რომ ეკონომიკურ შედეგს ეს არ მოიტანს. ეფექტი არ ექნება. ეს არის უბრალოდ რაღაც მემარჯვენე პოზიციის სპეციალისტის შეფასება და სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან ზოგადად ნეგატიური ნაბიჯია, თუ პრობლემა არის მასშტაბებში და რაღაც პრიორიტეტებში. კი ბატონო, მე ამ კითხვას დავყოფდი ორ ეტაპად, ეს არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი. იმ გზაზე, თქვათ, რაც გვინდა რომ საქართველოს ვნახოთ მაგალითად 20 წელში. ხო, რეალობას ვერ გავექცევით, რომ სახეზია, რომ სოფლის მეურნეობაში და ზოგადად სოფლად 53% ცხოვრობს დაახლოებით. და 2013 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 9/10 სოფლის მეურნეობაშია ჩართული. აქვე ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესოა, რომ 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები, როდესაც გავიგებთ, ეს ციფრი რა თქმა უნდა შეიცვლება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ციფრები გვაქვს.
შესაბამისად ძალიან სენსიტიურია ერთი მხრივ და მეორე მხრივ სახელმწიფოს თუ მართლა სამართლიანობა და ეფექტიანობა უნდა მიაღწიოს ამ ხალხზე რა თქმა უნდა იზრუნოს და ზოგადად სოფლის მეურნეობაზე. ამიტომ მოკლევადიან პერიოდში მე ვიტყოდი რომ აუცილებელია რომ ეს დარგი იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანი. თუმცა აქ უკვე შემდეგ არის უკვე პოლიტიკაზე, რა პოლიტიკას აირჩევს და იმ პროექტებზე. და სუბსიდირების რა ფორმებს შეარჩევს, ხო? კი ბატონო, ეს უკვე სხვა საკითხებია და სწორედ ამ აგრარული პოლიტიკის გატარების შემდეგ და იმპლემენტაციის საკითხებია სწორედ მთავარი კითხვის საგანი. კარგით. ანუ თუ თავისთავად სუდირო პრიორიტეტი არის, ეს არ არის, რა თქმა უნდა. და იქ რეალობიდან გამომდინარე რომ რომელიც არის. რაც გვაქვს სახეზე კი ბატონო. კი, აი თქვენ ამბობდით რომ ჩვენ რო შვეიცარია ან ავსტრია ვიყოთ, მუდმივი სუბსიდირება შესაძლოა მისაღები ყოფილიყო. ამას ამბობთ ერთ-ერთ სტატიაში, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტისთვის ზოგიერთი დარგის ასე მუდმივად სუბსიდირება შეუძლებელია. აი შეგიძლიათ განმარტოთ ჩვენი და შვეიცარიის, ასე ვთქვათ, ეს არჩევანის დილემას შორის რა სხვაობაა, მოკლედ რატო გასაგებია რომ ის დიდარი ქვეყანა ამ სხვაობას ყველა ვხედავთ. ჩვენ ღარიბები, მაგრამ აი რას გულისხმობდით მაინც კონკრეტულად? კონკრეტულად თუ სუბსიდირება აზარმაცებს ფერმერს, თუ ყველა შემთხვევაში არ არის, ასე ვთქვათ, სწორი ნაბიჯი, შვეიცარიაში რატო იქნებოდა და შვეიცარი ვიყოთ მისაღები? კი ბატონო, შვეიცარია, რა თქმა უნდა, განვითარებული ქვეყანაა, მისი ბიუჯეტი გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი ბიუჯეტი. კი ბატონო, იქ უკვე იმაში უხდიან ფულს, რომ სოფელში დარჩნენ და ის მიწაც კი აწარმოონ. ამაში ანუ მიწის დამუშავებაშიც კი ფულს უხდიან. ეს რა თქმა უნდა შეუძლია ასეთი აქციებით გაანებიუროს იგივე შვეიცარიის მთავრობამ, შვეიცარიელი ფერმერი, თუმცა იქ ხარისხს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. იქ არ ვიცი, მე სწავლობდი შვეიცარიაში, ნამყოფი ვარ და იქ ვერ ნახავთ, ასე ვთქვათ, ვიცინოდით ხოლმე, რომ ეს არის დავარცხნილი ქვეყანა. კი, მე ნამყოფი ვარ და მეც ნახე, არც ერთი აი პატარა ადგილი. ამ პატარა ადგილის დამუშავებაშიც კი მთავრობა უხდის. აი რაში ყოფილა საქმე, ანუ იხდის ამაში ფულს. ალტერნატიული დანახარჯი, კი ბატონო, იქ იხდის. მოგონა თავისი ინიციატივით აკეთებდა. თუმცა ალტერნატიული დანახარჯი ჩვენთან უფრო მაღალია, ვიდრე შვეიცარიაში ამის. რას გულისხმობ? ის ფული, რომელიც სუბსიდირებაში უნდა წარიმართოს, თან ასეთი ფორმით, რომ პირდაპირ თანხას აძლევ ფერმერს და ვისაუბრეთ ამის უარყოფით მხარეებზე, ჩვენთვის ძალიან ღირებულია. იგივე თანხა, როგორც ვიცით, ამოღებულია ეკონომიკის სხვადასხვა დარგებიდან, იმ დარგებიდან, რომლებიც წარმატებულია გადასახადების სახით და მიედინება ისეთ დარგში, რომელსაც ჯერ ერთი დაბალეფექტურია და დაბალმომგებიანია, მარჯა აქვს, მოგების მარჯა ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობას საკმაოდ დაბალი აქვს და ასევე მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, რომ ზოგადად ეფექტი მივიღოთ. ანუ ჩვენ ვაზარალებთ სხვას, როდესაც ესეთი ღარიბები ვართ, ხო? ანუ სხვას ვართმევთ და ვაცლებთ. კი ბატონო, და შვეიცარიის ბიუჯეტს მაგალითად მისთვის ეს დიდი პრობლემა არ არის, ჩვენი ბიუჯეტისათვის კი ძალიან დიდი პრობლემაა თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, დღევანდელ ეკონომიკურ სიტუაციას იგივე. კარგი, რატი გავიდეთ რეკლამაზე ხა და რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით, მე მგონი არ არის ისეთი სარეკლამო პაუზა ძალიან დიდი, ხო? ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმარია რატი კოჭლამაძეშვილი, ეკონომისტი, ვლაპარაკობთ სოფლის მეურნეობაში პოლიტიკაზე, მთავრობის პოლიტიკაზე. საქსტატის 2015 წლის მონაცემებით სოფლად საქართველოს მოსახლეობის 42.6% ცხოვრობს. სოფელში ყველაზე მეტი ადამიანი 2001 წელს ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 48.2% შეადგენდა. 14 წლის განმავლობაში სოფლად ცხოვრებთა რაოდენობა 5.6%-ით შემცირდა. ეს ადამიანები ყველანი ბუნებრივი არ არიან დასაქმებულები, ხო, სოფლის მეურნეობაში. როგორ არის, ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს ციფრი წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ყველა მუშაობენ ან ნაწილი. აი როგორ შეიძლება ამ მაჩვენებლების ასე ვთქვათ, ამ ციფრის ინტერპრეტაცია შეიძლება ასე რომ ეს დაახლოებით 53%, რომელიც ცხოვრობს სოფლად, რა თქმა უნდა, ყველა არ არის დაკავშირებული. უმეტესობა მათგანი დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან და ქმნის დამატებით ღირებულებას.
თუმცა გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, მუშაობს ქალაქებში ან იგივე სოფლად, თუმცა არა სოფლის მეურნეობაში. გასაგებია, რა ერთ-ერთი ასევე იგივე თქვათ შეიძლება ქალაქში ცხოვრობს ადამიანი, მაგრამ სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ეკუთვნის ფერმა და ასე შემდეგ. კარგი, ანუ დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხვი? კი ბატონო, 2013 წლის საქსტატის მონაცემებით ეს არის 53%, ვინც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის. ძალიან მაღალია ეს? ეს სამწუხაროდ ძალიან მაღალია. კარგი, და ერთ-ერთი სპეციალისტი ამბობდა, რომ მისი ანუ ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ პრობლემა სოფლად დასაქმებულთა დიდი რაოდენობა წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში მინიმალური როლი აქვს. თქვენც ეთანხმებით იმავე სტატიაში ამ პოზიციას და ამბობთ, რომ აგრარულ სექტორს უახლოეს ხანებში ვერაფერი ვერ გააუმჯობესებს, თუ ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირდება. და მოყავთ მაგალითი განვითარებული ქვეყნების, ანუ პრაქტიკა და ამბობთ, რომ მაქსიმუმ 5%-ზე უნდა ჩამოვიდეს ეს რიცხვია, ხო? არასწორი ინტერპრეტაციას ხო არ ვახდენ. ეს ხალხი უნდა წავიდეს ქალაქში და სხვა სამუშაო გამოძებნოსო. განმარტავ, რას გულისხმობდი მაგალითად მაგ სტატიაში, ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში 2-3%-ია ჩართული ადამიანების, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თქვა სოფლად ცხოვრობდეს, თუმცა არ იყოს სოფლის მეურნეობაში, სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში. აქ არის გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც უფრო მეტი დამატებითი ღირებულება იქმნება, თქვა წარმოვიდგინოთ, რომ გლეხი, რომელსაც ყურძენი მოხავს და ადამიანი, რომელიც ღვირის ქარხანაშია დასაქმებული. ეს უკვე გადამუშავებად ითვლება, რომელიც უფრო დამატებით ღირებულებას ქმნის. ორივე სოფლის მეურნეობა არ არის. კი ბატონო, მაგრამ პირველად წარმოება და გადამუშავება. აი სოფელში რა უნდა აკეთოს ადამიანმა გარდა იმისა, რომ იყოს ამ დარგში ჩართული? კი ბატონო, მაგ სტატიაში ვამბობდი, რომ უნდა მოხდეს თქვათ დიდი სოფლის დასახლებების მცირე ქალაქებად გადაკეთება. სადაც უკვე ძალაუნებურად ინფრასტრუქტურა იქნება, მოხდება ასე ვთქვათ საჯარო და კერძო სექტორის განვითარება, იგივე ვთქვათ ბანკები ალბათ. კი ბატონო, ბანკები შეიძლება პოლიციის რაღაცა მცირე ოფისიც კი გაიხსნას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს იქ ინფრასტრუქტურას და უფრო მეტ ეკონომიკურ აქტიურობას. ეს ცნობილი პრაქტიკაა და მიღებული პრაქტიკაა. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ სოფელი როგორც ასეთი უნდა დარჩეს, ასეთი უნდა იყოს და არსებობდეს. ხო, იმიტომ რომ აი ეს ერთ შეხედვით რო წაიკითხეთ, მე მაგალითად განცდა დამჭა, რომ სოფლის იმაშიო დასაქმებული ადამიანების რიცხვი უნდა შემცირდეს და რაღაც განცდა გამიცა, რომ სოფელი არ დაიცალოს თქო ამასობაში. და არანაირად არ გულისხმობ იმას, რომ უნდა დაიცალოს. პირიქით იქ უნდა დამაგდეს ხალხი და ისეთი ღონისძიებები თქვათ, როგორც არის მაღალმთიანი კანონი და ასე შემდეგ. უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს იმ გლეხისათვის, ვინც ეს ცხოვრება, სოფლის მეურნეობაში, ასე ვთქვათ, მუშაობა, ეს არ ნიშნავს ერთი და იგივეს, ხო? არა, სოფელში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. ასეთი კარგი მაგალითი აქვს, თქვათ, ესპანეთს, სადაც სოფელში ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, ხოთა შორის ორი კვირის წინ დაბრუნდი და ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ სოფლებში, მაგრამ მუშაობენ თქვათ ინდუსტრიებში, სხვადასხვა მცირე ინდუსტრიებში და არა სოფლის მეურნეობაში. არა სოფლის მეურნეობაში, გასაგებია. გასულ წელს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის $1 მილიარდზე მეტი დაიხარჯა. ასეთი ოფიციალური მონაცემია, მაგრამ ამის მიუხედავად 2014 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შემცირდა და 9.2%-ით განისაზღვრა, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებიაო. სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილი შეფასება და ეკონომიკის მთლიანად თუ გავაანალიზებთ, ხო, ამ კონტექსტში დარგში წარმოების დინამიკა არის რდისკენ. არის ეს ასე თუ არა მართლაც? ანუ ეთანხმებით თუ არა სამინისტროს არგუმენტს? კი ბატონო, აქ არის პროცენტები უნდა გავიგოთ, როდესაც პროცენტი მცირდება, ეს არ ნიშნავს, რომ თქვათ დარგში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა მცირდება. ხო. აქ მაგალითად შემცირდა არის დადებითი დინამიკა აქ თუ არა? კი ბატონო, არის დადებითი დინამიკა, კი გაიზარდა, ანუ სოფლის მეურნეობაში გამოშვებული პროდუქციის ღირებულება გაიზარდა, თუმცა ზოგადად სოფლის მეურნეობის წილი შემცირდა. ეს რაზეა დამოკიდებული? ვთქვათ 9% თუ არის სოფლის მეურნეობის წილი და ვთქვათ იგივე ვაჭრობის წილი არის სადღაც 17-18%.
ვაჭრობა თუ გაიზარდა 1-2%-ით, აქ უკვე ნიშნავს, რომ ორჯერ მეტია ხო ვაჭრობის წილი, ანუ შეწონილს თუ განვიხილავთ, სოფლის მეურნეობა თუ ორჯერ მეტად უნდა გაიზარდოს, რომ დაახლოებით ერთნაირი ეფექტი კონდეს ამ და თქვათ წილი დარჩეს იგივე. ანუ ეს არ არის ნეგატიური მაჩვენებელი, ხო? ანუ არ ნიშნავს. არა, ეს არ ნიშნავს და სხვათა შორის გამოცდილი, ასე ვთქვათ, თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკა გვეუბნება, რომ სოფლის მეურნეობის დაბალი წილი ეს ზოგადად 100-ია მსოფლიოში და მისაღებია, თუმცა იქ თქვათ სოფლის მეურნეობაში არის მხოლოდ მაქსიმუმ 5% მოსახლეობის დასაქმებული. ჩვენთან ბევრია და ძალიან ბევრია და ეს ქმნის ზუსტად იმ პრობლემებს, რის წინაშეც ვართ. და რატომაც არის ზოგადად სოფლის მეურნეობა ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის. ერთ-ერთი სპეციალისტი ამბობს ასევე, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების შანსიო არის წარმოებაშიო საქართველოში. წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში და ინვესტორების მოზიდვაშიო. მაგრამ პრობლემას ისხედავს თავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკაში, რომელიც ინვესტორებს უქმნის ბარიერს. მოკლედ, ის ამბობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა დანერგოს, ანუ ამას უნდა შეუწყოს მთავრობამ ხელი და ინვესტორების მოზიდვას უნდა შეუწყოს ხელი. მაგრამ ინვესტორებს ხელს უშლისა და მაგალითად მოყავს აი ამ მიწის საკუთრებასთან, ასე ვთქვათ, შეძენასთან დაკავშირებული ბარიერები, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ოცნება რომ მოვიდა, რაღაცის მორატორიუმი იყო გამოცხადებული. საქართველოს ერთადერთი ასეთი ქვეყანაა, სადაც მაგალითად მიწის ყიდვასთან დაკავშირებით არის შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ზოგადად ეს რომ არ იყოს, ანუ ეს არის ერთ-ერთი ხელის შემშლელი და გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც დარგის განვითარებას ხელს უშლის. დავიწყოთ იქიდან, რომ რა თქმა უნდა არ არის ერთადერთი ასეთი პრაქტიკები არსებობს, თუმცა ხოშურს განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქეებს ბევრად მეტი უპირატესობა აქვთ, ხომ? როგორც ვიცით, კი ბატონო. თუმცა ისინი უკვე სხვა ეტაპზე არიან და კი და ამიტომ არის ასე ვთქვათ, ასეთი სენსიტიური ეს თემა. იმისაც რომ განმოვითაროთ თანამედროვე სოფლის მეურნეობა, ამისაც გვჭირდება თანამედროვე ცოდნა. ისე და ისე მივდივართ ცოდნაზე. რაც სამწუხაროდ ძალიან დიდი ჩავარდნა გვაქვს ამ მიმართულებით, მით უმეტეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სოფლის მეურნეობა პირდაპირ დაკავშირებულია განათლებასთან და ასევე პროფესიულ განათლებასთან. ფერმერები არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც დიპლომს ფლობდნენ მაგისტრატურის ან ბაკალავრის. თავის დარგი უნდა იცოდნენ. კი ბატონო, თავის დარგი უნდა იცოდნენ, ვიწრო სპეციალიზაცია უნდა იცოდნენ, ის დარგი, რაშიც ასე ვთქვათ, საქმიანობენ. სამწუხაროდ ეს სასწავლებლები იქნა დეგრადირებული, დიდი ხანია ვიცით რომ არ არის, კი რა თქმა უნდა, მოთხოვნებს ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს. რამაც გამოიწვია, ასე ვთქვათ, წყვეტა ამ დარგის ყველაზე მეტად. ასევე უნივერსიტეტები იცით რომ ძალიან არაპოპულარული იყო აგრარული სპეციალობები, ეხლა ტენდენცია ცოტათი შემოტრიალდა და მე მგონი უკეთესობისკენ მივდივართ, აგრარული უნივერსიტეტიც იკრებს, ასე ვთქვათ, ძალებს. არის სხვა რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ეს მიმართულება, თუმცა ის თანამედროვე ცოდნა, რაც საჭიროა, ჯერჯერობით არ არსებობს. ასევე წყვეტა მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის, იგივე კვლევითი ცენტრები, რომლებიც უნდა არსებობდეს და თქვათ რჩევას აძლევდეს ფერმერს, რომ თუ რა მიმართულებით წავიდნენ და ასე შემდეგ. იგივე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, იქ მასშტაბები დიდია ფერმების, მაგრამ ფერმერი პირდაპირ უნივერსიტეტში მიდის და პროფესორთან დებს კონტრაქტს, რომ თქვათ, რაღაცა ტესტი ჩაატაროს წინასწარ, იმისათვის, რათა თქვათ, სანამ რაღაცა კონკრეტულ კვლევა კი ბატონო, რომ თქვათ, რაღაც კონკრეტულ სახეობის თესტს სანამ გამოცდის, მას უნდა შედეგი იცოდეს წინასწარ. ძალიან არის ინტეგრირებული ამ სამეცნიერო. ძალიან არის ინტეგრირებული და ეს ასეც უნდა იყოს. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ჩამოჩენილები ვართ სამწუხაროდ. ამ კითხვასაც რომ ვუპასუხოთ, ანუ მიწისთან დაკავშირებით, სიტყვაზე ეს ბარიერები რო არ იყოს, რო იყოს ლიბერალური ეს რეგულაციები, ეს მოიზიდავს ინვესტორებს ამ დარგში, ანუ უცხოელ ინვესტორებს მოიზიდავს თუ არა სოფლის მეურნეობაში. დავიწყოთ იქიდან, რომ ევროკავშირთან აი რითია მიმზიდველი საქართველოს სოფლის მეურნეობა უცხოელებისთვის. კარგი მაგალითია, ვთქვათ, ისრაელი, რომელიც ფაქტიურად უდაბნოა, თუმცა ძალიან მაღალტექნოლოგიურ
სოფლის მეურნეობას მიაღწიეს და წამყვანებიც არიან რამდენიმე კიდე ვერ ვიტყვით რომ ძალიან მშვიდი ქვეყანა კი ბატონო და ჩვენთან სადაც ამხელა რესურსი გვაქვს იგივე წყლის ნიადაგის არ არის განვითარებული ამიტომ ბევრი ადამიანი რომელიც ჩამოდის მინახია ბევრი თქვა ეგვიპტიდან ისრაელიდან ისეთ ქვეყნიდან სადაც წყალს ნატრულობენ ჩამოდიან აქ და იძახიან რომ ანუ რამა ხო ესე იგი ესენი ვინ არიან დაინტერესებული უფრო თქვენ გეცოდინებათ ტენდენცია ანუ რომელი რეგიონებიდან ძალიან ბევრია ასევე ევროპიდან არის ასევე ახლო აღმოსავლეთი თქვათ ეგვიპტეც და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მათ უნდა შემოიტანონ თანამედროვე ცოდნა გამოცდილება რაც მათ აქვს რაც საჭიროა თქვათ ჩვენი ქვეყნისათვის მით უმეტეს ისეთ პირობებში როდესაც დღეს ვართ როდესაც ლარი უფასურდება დოლართან მიმართებაში და ძალიან გვესაჭიროება ის უცხოური ვალუტის შემოდინება ანუ არის ასე ვთქვათ იმზიდველობა ამ ქვეყანას აქვს და სულელიც არსებობს. არის იმზიდველობა, თუ პრობლემა არის ვთქვათ იგივე მიყიდვაში, მიწის შეიძლება იყოს ვთქვათ იჯარა, გრძელვადიანი იჯარა, რაც დაინტერესებს. სხვადასხვა პაკეტები შეიძლება იქნას შემუშავებული იმისათვის, რათა ვთქვათ დაინტერესდნენ ეს უცხოელი წარმატებული ფერმერები. ანუ ჩვენი საუბრიდან ასე ვთქვათ როგორც მივხვდი ის რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ანუ ამ დარგში პოლიტიკა ანუ სურვილი ყოველ შემთხვევაში მთავრობის არსებობს რომ დარგი განვითარდეს თუმცა როგორ ახორციელებს ამ პოლიტიკას და რამდენად სწორად მართავს პროცესს აი აქ არის კითხვის ნიშნები ხო და დარგებთან დამოკიდებულებაშიც როგორც ვატყობ კი ბატონო დაგეთანხმებოდით ამაში პრიორიტეტი არის სურვილიც არის თუმცა იმ შედეგებამდე მისვლის გზებია განსხვავებული და ზოგ შემთხვევაში ძალიან ასე ვთქვათ არაგაცნობიერებული არათანმიმდევრული მე ვიტყოდი რომ უნდა იყოს ვთქვათ შესწავლილი უნდა იქნეს თითოეული დარგი თუ რა პოტენციალი აქვს იგივე სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენადაც არის რამდენიმე სფერო რომელიც ვთქვათ იგივე პრიორიტეტულია სტრატეგიულია და აქცენტი კეთდება იმაზე თუმცა სოფლის მეურნეობა როგორც თქვენ ახსენეთ არ არის მარტო მეღვინეობა მიუხედავად იმისა რომ ეს ვიცით რომ ტრადიციული დარგია და აკვანია საქართველოს რატი რო არ ისე რო არ დავასრულოთ რო არ კითხოთ წეგან ახსენეთ თქვენ ცოდნა აი ეს ფერმერთა საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების განვითარების პროექტი რომელიც მთავრობის აგრარულ პროექტებში შედის ბევრ სხვა პროექტთან ერთად მე ხა ვერ ჩამოვთვლი იმდენი პროექტი არის ასე ვთქვათ წავიკითხე დღეს რომ ის ჩამოთვლას უბრალოდ აზრი არ აქვს მაგრამ აი ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით ეს ცენტრები ეს პროექტი მუშაობს თუ ვერა ეს არის 25 ადამიანი, რომელიც არის სამინისტროს წარმომადგენელი თითოეულ მუნიციპალიტეტში, რომელთა უმთავრესი ფუნქცია, დეკლარირებული ფუნქცია, რაც გაწერილიც არის, ასე ვთქვათ, სამინისტროს სტრატეგიაში არის, რომ ინფორმაცია შეაგროვონ და ინფორმაცია გასცენ ფერმერებზე. ამიტომ მათ ასე ვთქვათ, მათი მოვალეობა არ არის რომ დიდი დრამე ცოდნა გადასცენ. ისევ და ისევ ვიტყვი რომ ეს არ არის მარტო მიკრო პრობლემა, ეს მაკრო პრობლემაა მთლიანი ქვეყნის დონეზე. ამიტომ პრობლემაა ქვეყანაში. პროგრამა არის ეს პრობლემა. არის გაცილებით ხმა, ხო. მე მგონი დავასრულეთ, ხო? ანუ ჩვენი დროც ამოიწურა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. საინტერესო საუბრისთვის, ძლივს მოვისმინე კარგად და მშვიდად. რა ხდება ამ დარგში? ჩვენ მოგვიწევს ალბათ ამ თემებზე კიდევ ბევრჯერ საუბარი. რატი კოჭლამაზაშვილი ისეთის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევარი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვლაპარაკობდით ყურძენზე, გადავედით შემდეგ თლიანად სოფლის მეურნეობაში მთავრობის პოლიტიკაზე. მე მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა.